რას გირჩევთ ტარო პირად სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კრიზისში იმყოფებით. იფიქრეთ საკუთარ თავზე და იმ პიროვნებაზე, ვისთან დაკავშირებითაც გესაჭიროებათ რჩევა, ნახოთ, აბა სამ ვარიანტს ამოვიღებ. ეხლა პირველი ვარიანტის რას გირჩევთ ტარო პირად სასიყვარულო ურთიერთობასთან, მეორე ვარიანტისთვის რა რჩევა აქვს ტაროს თქვენთვის პირად ურთიერთობებთან, მესამე ვარიანტი. გაჩვენებთ ვარიანტებს, რომ არჩევა შეძლოთ. ნახოთ, აბა რას გირჩევთ მესამე ვარიანტს. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. თუ გინდათ დააპაუზეთ ვიდეო, რომ არჩევა გაგიმარტივდეთ. პირველი, მეორე, მესამე. დავიწყეთ პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტს გეტყვით, რომ რჩევა ესეთია თქვენთვის, რომ მართვის სადავეები აიღეთ თქვენს ხელში ურთიერთობაში. აქ შესაძლებელია თქვენ არჩევანის წინაშე გახართ და გულის და გონების ჭიდაობა გაქვთ და რეალურად უნდა არჩევანი გააკეთოთ გულის კარნახით. იმას, რასაც თქვენი გული გეუბნოთ, იქ უნდა წახვიდეთ და იმ სიტუაციაში უნდა დარჩეთ, სადაც ბედნიერად იგრძნოთ თავს. თუ რომელიმე სიტუაციაში, ან ეხლანდელ სიტუაციაში არ ხართ ბედნიერები, მაშინ იქ არ უნდა გაჩერდეთ. ან თქვენ პირად ბედნიერება უნდა წამოწიოთ წინა პლანზე და არჩევანი ამის სასარგებლოდ გააკეთოთ. იქონიეთ, ესე ვთქვათ, გამძლეობა, ნებისყოფა, სიძლიერე, იყავით თავდაჯერებულები და თქვენ მართეთ სიტუაცია. აქ მაქსიმალური, როგორ ვითხრათ, ცეცხლოვანი ენერგიები გესაჭიროებათ პირველ ვარიანტს და თავდაჯერებულობა, შემართება, გწამდეთ საკუთარი თავის და გწამდეთ თქვენი გადაწყვეტილებების და არჩევანი გააკეთეთ გულის კარნახით. პირველმა ვარიანტმა. მეორე ვარიანტს რაც შეგეხებათ. იყავით ფრთხილები არჩევანთან დაკავშირებით და საერთოდ სიტუაციაში პირადში არ იჩქაროთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, ბევრი კუთხით შეაფასეთ სიტუაცია, 100-ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. პირველმა ვარიანტმა ურთიერთობა სიტუაცია ზოგადად. გამოიჩინოთ დიპლომატია, მოქნილობა, არ არის ხისტი ენერგიები მეორე ვარიანტთან საჭირო, პირიქით, მეტი სირბილე, მეტი დიპლომატია, მაგრამ დაფიქრებულობაც ბევრი გმართებთ. აქ რაღაცნაირად თითქოს სიტუაციას ლავირება უნდა ისწავლოთ და რაღაცა სიტუაციას უნდა მოერგოთ. ცოტა ეშმაკობაც შეიძლება გამოიჩინოს მეორე ვარიანტმა, მაგრამ ძალიან დიდი დაკვირვება, პრაქტიკულობა, პრაგმატულობა გმართებთ. აქ პრაქტიკული კუთხით შეხედეთ მეორე ვარიანტმა ურთიერთობას. მესამე ვარიანტს რაც შეგეხებათ, იფიქრეთ ახალ ურთიერთობებზე, იფიქრეთ ახალ გზებზე, ახალ შესაძლებლობებზე. რაღაც მომენტ შეგიძლიათ მისცეთ პიროვნებას შანსი, არ არის ცუდი ვარიანტი. თუ ფიქრობთ, რომ აქვს პერსპექტივა, მიეცით შანსი. არ დახუროთ თქვენს წინაშე ყველა ის შესაძლებლობა, რაც შეიძლება გაიხსნას. თუმცა აქაც, როგორც გითხარით, იყავით პრაქტიკულები. ძალიან ზედმეტად არ გაიხსნათ, მაგრამ გარკვეული ახალი შანსები თქვენს ცხოვრებაში კარი გააღეთ. იფიქრეთ ახალ გზებზე, კარგი იქნება ძალიან მესამე ვარიანტისთვის. მოკლედ